რა მე მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთხელ ამ დიდი ადამიანის დღესასწაული დავდგეთ ყველანი ერთად ვიყოთ ერთად ძლიერად ერთ მუშტად და ძალიან ცოტა ხანში ჩვენ გავიმარჯვეთ სიმართლით მხოლოდ და მხოლოდ სიმართლით გილოცავ ჯვართამაღლებას აი ჯვარი გაგვიწყება ჩვენ წინ და 3 დღეში საქართველოს გამარჯვებას იზეიმებს და თქვენ ყველანი ნახავთ საქართველოს გაფრთხილებული იქნება 1 ოქტომბრის შემდეგ. დღეს სოხუმის დაცემის დღეა და აი რაღაცნაირად აი საოცარი კონტრასტია, თუმცა თავისთავად ჯვართამაღლების დღესასწაული ყველაფერს ფარავს და არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღე და ფოთისთვის ეს არის ის სახელი და გვარი, რომელიც ძალიან დიდხანს რამდენიმე საუკუნე იქნება უკდავყოფილი, იმიტომ რომ დიდი ნიკო იყო ადამიანი, რომელმაც ალბათ ყველაზე დიდი კვალი დატოვა ფოთში და საოცარი რამ გაუკეთა ფოთელებს. უნიჭიერესი იყო და ეს იყო მართლაც მე-19 საუკუნის უკანასკნელი მოჰიკანი, რომელიც ილიასა და აკაკის გვერდით მოიხსენიება. ამიტომ ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ განსაკუთრებული პატივი მიგვეგო ნიკო ნიკოლაძისთვის და აქ გადავწყვიტეთ შეკრება და შესაბამისად ეს არის ჩვენთვის ხაზგასხმა, ჩვენ ნიკოლაძის გზას მივყვებით.